გინც ომი ფორმალურად დამთავრდეს, ეს ომი არ დამთავრდება, იმიტომ რომ ვისაც მართლა მიაჩნია საზოგადოების უკან დაბრუნება შენ ომის გზით ვერ ხედავ. ვერასდროს ვერ მოხდება ეს ძალადობრივი მეთოდებით, იმიტომ რომ რამ ძალიან ხშირი შემთხვევები არის, მაგალითად ამერიკა იმიტომ არსებობს, რომ ომი დაიწყო. ხო, რევოლუციური ომი რო დაიწყო ბრიტანეთის წინააღმდეგ, shots heard around the world, ანუ როცა პირველი ტყვია გაისროლეს, გარდაუვალი იყო ამერიკული დამოუკიდებლობა, რაც არ უნდა მეტი ჯარისკაცი დაემარცხებინა ბრიტანეთის იმპერიას, მაინც ამერიკა გამოეყოფოდა, იმიტომ რომ იმ საზოგადოებას ესე მიაჩნდა, რომ ის ხო აგრესორი და მას არასდროს არ შეეგუებოდა. ეს იქნება გადაწყვეტილი ჩვენც ესე ვართ რუსეთს, ჩვენც ესე არ ვართ ხა რუსეთს, ხა რუსეთმა რომ ჩვენ წინააღმდეგ 2000 წლებში ომი დაიწყო. დღეს ხალხი რო დგას ქუჩაში, იმიტომ დგას, რომ არ ეგუებიან რუსულ რეჟიმს, არ ეგუებიან რუსულ იმპერიას. და მარტივად რო ვთქვათ, არ უნდათ რომ იყვნენ რუსეთის ნაწილი. არ უნდათ რომ იყვნენ რუსეთის ნაწილი, იმიტომ რომ ეს არის ხალხს აქვს თავისი არჩევანი. იმიტომ რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო და მოძალადე სახელმწიფო, რომელიც ომს იწყებს და ამიტომ არ ვეგუებით.